ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის გარეშეა. ისინი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულები არიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითი და ტყუილია. მე ვთვლი, რომ იყო დივერსიული დღე. დღეს იყო იმის ცდელობა, ეს ხალხი დაშლილი იყო და ყველა უიმედოდ წასულიყო სახლში. საზოგადოების დიდი ნაწილი მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არიან რამდენიმე პოლიტიკურ ძალასაც ვერ დავარქვენ, უფრო ამ პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, რომლებიც მაინც უფრო მეტად კონცენტრირებული არის საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაში. პოლონიუსი, რას კითხულობთ უფლისწულო? ჰამლეტი, სიტყვებს. ძალა ერთობაშია თავისუფლება მიშეს და მოღალატეთა რეჟიმის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს. დიდება ერთიან დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს. სალომე დღეს არის ტროას ცხენი. ოპოზიციური პარტიები ან ამ ქალს და მის დაქალებს ჩაეხსნებით, ან კიდევ აღარ გავაგრძელებთ, თავად მიხვდით, რას გულისხმობ. ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს, არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოღალატეობრივი ჯგუფი, რომელიც გარედან იღებს მითითებებს, ისინი არ ატარებენ ქვეყნის ინტერესს, საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, უბრალოდ გარედან იღებენ დავალებებს, ამ ადამიანების შექმნაში ასეულობით მილიონია დახარჯული. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ასევე იმ რადიკალური დაჯგუფების წევრებისთვის არ არის საინტერესო. ის იყო მაშინ საინტერესო მათთვის, როდესაც მას ჰქონდა სტატუსი. დაძაბულობა შიგნიდან აღარ არის. ზემოდან არის, ზედაპირზეა რაღაც ფუთფუთი ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი მთავარი პრინციპით. რომელი უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონია, სააკაშვილი, გარეთ რო იყოს და მისი მიმდევარი ლევან ხაბეიშვილი თუ სალომე ზურაბიშვილი. აი ამ თემასთან დაკავშირებით არის მუდმივი კამათი. და სალომე ზურაბიშვილი არის წარმოდგენილი როგორც ლიდერი. ევრობიუროკრატია 2022 წლიდან განსაკუთრებით ამ პერიოდიდან ცდილობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სათავეში ჩაუმენოს იმ ჯგუფს, რომელსაც ვერ ერევა, ისევე როგორც ზეთი და წყალი ვერ ერევა ერთმანეთს.